დათო ევგენიძე კი ვარსკვლავის გახსნაზე უარს აცხადებს. მუსიკოსმა წინადადება დავით ოკიტაშვილისგან მის ახალ პროექტზე გალუბანი სინანულისაზე მუშაობისას მიიღო. საქართველოს ხელოვნების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ამბობს, რომ ევგენიძის უარმა ის გააკვირვა. თავად მუსიკოსი კი მიჩნევს, რომ ვარსკვლავის გახსნის ღირსი ამ ეტაპზე არ არის. დეტალებით თამარ ქრძელიძე გვერდება. თამარ, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით, მაკა, როგორც შენ აღნიშნე, დავით ევგენიძემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა, რომ ის უარს აცხადებს ვარსკვლავის გახსნაზე. ამის მიზეზად მან დაასახელა ის, რომ მიაჩნია მას ჯერ არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ მას ვარსკვლავი გაუხსნან. მე არ მგონია, რომ რამე ისეთი გამიკეთებინოს ცხოვრებაში, რომ ღირსი ვიყო ვარსკვლავის გახსნის. ლექსად გეტყვით რა. მე მიჩვენია მე არ მინდა ვარსკვლავი რომ გამიხსნან, მირჩევნია სიყვარული ამიხსნან. ეს ვიცოდი. დავით ოკიტაშვილი ამბობს, რომ მას მსგავსი პრეცედენტი ჯერ არ ქონია. ამ დროისათვის საქართველოში 45-მდე ვარსკვლავი არის გახსნილი. ერთადერთი ვისი დაყოლიებაც დავით ოკიტაშვილს გაუჭერდა იყო თენგიზ არჩვაძე, თუმცა 9 წლიანი მოლაპარაკებების შედეგად ის მაინც დათანხმდა ვარსკვლავის გახსნაზე. დავით ევგენიძის დათანხმება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება. უბრალოდ დაასახელა, რომ მე ჯერ ჩემი ქვეყნისთვის არ დამიმსახურებია და არ გამიკეთებია იმდენი რამ, რომ მე მეკუთვნოდეს ვარსკვლავი და დავით ევგენიძეს იმდენი რამაა გაკეთებული, ბევრს მაგდენი კონდეს გაკეთებული, რაღა გვიჭირს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ვარსკვლავი უნდა გაუხსნან, სპეციალური კომისია შეარჩევს. ამ დროისათვის ჯერჯერობით უცნობია, ვინ შევა კომისიის წევრებში. ამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კულტურის სამინისტროსთან და სწორედ მათთან მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება ამ წევრების ვინაობაც.